1992 წლის 12 მაისი, 27, 1100 ფუთი კანგჩენჯუნგა. ვანდა რუტკიევიჩ, პოლონეთის უდიდესი მთამსვლელი, მყინვარზე პატარა ორმოში იჯდა და უფსკრულს უყურებდა. მას არ ჰქონდა საძილე ტომარა, არც ქურა, არც საჭმელი. მის ქვემოთ 1000 ფუტში თბილი კარავი და უსაფრთხოება ელოდა. 1000 ფუტით ზემოთ კი მწვერვალი იყო, რომელზეც შესაძლოა ამ ცხოვრებაში ასვლის შანსი აღარ ქონოდა. მამაკაცი იქ პოულობს მას. ის ახლახან ჩამოვიდა მწვერვალიდან. მან ყველაფერი თქვა გარდა იმ ერთი რამისა, რაც შეიძლებოდა მის სიცოცხლეს გადაერჩინა. შემდეგ მან იქ დატოვა, მწვერვალიდან 1000 ფუტით ქვემოთ, მარტო სიბნელეში. აი რა განასხვავებს შემდეგ მომხდარს ყველაინ ჰიმალაის ტრაგედიიდან, რაც კი ქსმენიათ. ყველა მიცოდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მათ სადეს გაეფრთხილებინათ იგი. ყველა მიცოდა, რომ ეს ჰიმალაის მთამსვლელი უკვე მკვდარი იყო და ეს თვითონაც იცოდა. ის რისკებს მათზე უკეთ იცნობდა. ეს ვანდა რუტკიევიჩის ისტორიაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკიდურეს ზღვარზე. ვანდა 1953 წელს დაიბადა ოკუპირებულ ლიტვაში, პოლონურ ოჯახში, რომელიც მთლიანად შთანთქა ომმა. ომის დასრულების შემდეგ ოჯახი ვროცლავში, პოლონეთში დააბრუნეს, ქალაქში, რომელიც სავსე იყო ნანგრევებითა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალით. 1948 წელს მისი უფროსი ძმა იურეკი მეგობრებთან ერთად თამაშობდა დაბომბილ სახლებში, რომლებიც მათ სახლთან ახლოს იყო. ვანდას რამდენიმე წუთით ადრე ტირილით სახლში დაბრუნება მოუწია, რადგან იურეკმა მას თამაში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცა. ის 5 წლის იყო, როცა აფეთქების ხმა გაიგონა. მან ძმა დაკარგა იმ ქალაქის ნანგრევებში, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო განადგურებული. ის გაიზარდა კომუნისტურ პოლონეთში, სწავლობდა ელექტროინჟინერიას ვროცლავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და გახდა სერიოზული სპორტსმენი. ის იყო სწრაფი, კონკურენტული და მუდამ წინსვლისკენ მიდრეკილი. ვანდამ შემთხვევით აღმოაჩინა კლდეზე ცოცვა 18 წლის ასაკში, როცა მისი მოტოციკლეტი საწვავის გარეშე დარჩა ვროცლავის მახლობლად გზაზე. გამლეულმა მოგზაურმა მას დახმარება გაუწია და მის ჯგუფში იყო კაცი სახელად ბოგდან იანკოვსკი, რომელიც უკვე 2 წელია კლდეზე ცოცვით იყო დაკავებული. მან ვანდას ახლომდებარე მთებში კლდოვან ფერდობზე წაიყვანა, სადაც მან პირველივე დღეს დაუზღველად 70 ფუტიანი მარშრუტი აიარა. სრულიად უმზადებლად, აღჭურვილობის გარეშე და განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, რომ დაეჯერებინა, შეძლებდა ამას. ეს იყო ყველაფერი, რაც დასჭირდა. მან ყველაფერი მიატოვა, რომ თამსველობა დაეწყო და მისი მიღწევები გამორჩეული იყო. რაც შეეხება მთამსველობას, ვანდა განუმეორებელი იყო, ამას პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ. პოლონური მთამსვლელობის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ ერთხელ თქვა, რომ პოლონური ალპინიზმი შეიძლება 3 კატეგორიად დაიყოს. კაცების ალპინიზმი, ქალების ალპინიზმი და ვანდა რუტკიევიჩი. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს კომპლიმენტია. სინამდვილეში ეს შეურაცხყოფა იყო ვანდასთვის და ყველა იმ ქალისთვის, ვინც ოდესმე თოკი შეუკრავს. მის ეპოქაში წამყვანი პოლონელი მთამსვლელები უარს ამბობდნენ მასთან ერთად ასვლაზე, არა იმიტომ, რომ რთული ან გამოუცდელი იყო. ისინი უბრალოდ არ უნდოდათ მისი ჩრდილის ქვეშ ასვლა, რადგან ამ გამოსვლამდე წლები ადრე ვანდა რუტკევიჩმა ისეთი რაღაცები გააკეთა, რაც არავის გაუკეთებია. 1975 წელს მან უხელმძღვანელა გაშერბრუ მესამის პირველ ასვლას კარაკორუმის ქედზე. იმ დროს ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი დაუპრობელი მწვერვალი. არავინ, არც კაცი და არც ქალი, არასდროს მდგარა მასზე, ის მხოლოდ ალპინისტი არ იყო იმ გუნდში. ის იყო ექსპედიციის ლიდერი. ის იყო შერეული გუნდის ხელმძღვანელი, სადაც იყვნენ როგორც კაცები, ისე ქალები, მსოფლიოს ყველაზე მტრულ გარემოში. 3 წლის შემდეგ, 1978 წლის 16 ოქტომბერს, ის გახდა პირველი ევროპელი ქალი ისტორიაში, რომელმაც ევერესტის მწვერვალზე დადგა ფეხი. საზოგადოებისთვის ის იყო ეროვნული გმირი, მაგრამ მთამსვლელთა საზოგადოებაში რეაქცია სრულიად ტოქსიკური იყო. 1970-იან და 80-იან წლებში პოლონელი ყინურის მეომრები ლეგენდარული საძმო იყო და მათ ძალიან ნათლად დაანახეს, რომ იქ დასისთვის ადგილი არ იყო. ისინი ჩურჩულებდნენ, რომ მან ეს მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ გაუმართლა, ან იმიტომ, რომ კაცზე მეტი ჟანგბადი გამოიყენა. ისინი აქტიურად ცდილობდნენ მისი ტექნიკური ბრწყინვალების წაშლას, მისი წარმატების მისი სქესით განპირობებულ გამონაკლისად წარმოჩენით. 7 წლის შემდეგ, რაც გაშერბრუმზე ავიდა, ის ნანგა პარბადზე იყო, სადაც 1985 წელს ქალთა პირველი გუნდი მიიყვანა მწვერვალზე. მომდევნო წელს, 1986-ში მან კეორის მწვერვალი აიღო ჟანგბადის ბალონის გარეშე და გახდა პირველი ქალი ისტორიაში, ვინც მის მწვერვალზე ავიდა. მან გადააჯარბა თავის თანატოლებს, როგორც მამაკაცებს ისე ქალებს და ერთადერთი გზა რომ ეს არ ეღიარებინათ, იყო მისი ისეთ კატეგორიაში გადაყვანა, სადაც შედარება შეუძლებელი იქნებოდა. 1992 წლისთვის ვანდამ მსოფლიოს 14-დან 86,000 ფუტიანი მთა აიღო.
Everesti, Keori Nanga Parbati, Shisha Pangma, Gasherbrum Pirveli და მეორე, Cho-Oyu, Annapurna Pirveli. თითოეული მათგანი ცალკე ექსპედიცია იყო, რაც ნიშნავდა თვეების განმავლობაში სახლიდან შორს ყოფნას 8-ჯერ და 8-ჯერ რთულ მოლაპარაკებებს კომუნისტურ პოლონეთის სახელმწიფო ბიუროკრატიასთან, უცხოურ ვალუტასა და ნებართვებზე. მოლოდინები, დაყოვნებები, ეს ყველაფერი ძალიან ბევრი იყო. მას აღარ შეეძლო ამის ატანა და ის ბერდებოდა. 49 წელი ზუსტად არ არის ალპინისტობის საუკეთესო ასაკი. ამიტომ 1992 წელს ვანდამ გადაწყვიტა ყველა მთა ერთდროულად დაეპყრო. ის დარჩენილ 6 მწვერვალს დაახლოებით 1 წელიწადში აიღებდა. ერთი საბაზო ბანაკიდიდან მეორეში გადადიოდა და მწვერვალებს ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა. მისი ლოგიკა სრულიად ფიზიოლოგიური იყო. როდესაც ექსტრემალურ სიმაღლეებზე თვეებს ატარებ, შენი სხეული ეჩვევა და უფრო მეტ წითელ სისხლის უჯრედს გამოიმუშავებს, რომ თხელ ჰაერს აუნაზღაუროს. შენი სისხლი უკეთესად ატარებს იმ მცირე რაოდენობის ჟანგბადს, რაც იქ ზემოთ არის. თუ პირდაპირ ზღვის დონეზე ჩამოხვალ, ამ ადაპტაციას რამდენიმე კვირაში დაკარგალ. მაგრამ თუ პირდაპირ ერთი მწვერვალიდან მეორეზე გადახვალ, შენ აკლიმატიზებული რჩები და შეგიძლია უფრო სწრაფად აიარო, დროის დაკარგვის გარეშე, თავიდან რომ არ გაიარო მთელი ეს პროცესი. ასე რომ, თეორიულად მისი გეგმა ჭკვიანური იყო, თეორიულად. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავდა, რომ 49 წლის სხეულისთვის მოგეთხოვა ის, რაც უკვე ადამიანის ფიზიოლოგიის ზღვარზეა. ექსტრემალურ სიმაღლეზე, ZZ6 ყველაზე საშიში მთის დაპყრობა დედამიწაზე, მათ შორის რეალური აღდგენის პერიოდის გარეშე. ეს იგივეა, რაც ელიუდ კიპჩოგეს თხოვო 6 მარათონი ZZ გაირბინოს. არც ერთ ქალს ასეთი წამოწყება არ გაუბედავს და წერა მან თავისი გეგმის გამოცხადებისას. მე ვიქნები პირველი. მან თავის მთავარ გეგმას ოცნებების ქარავანი უწოდა. როცა მან ეს გამოაცხადა, ადამიანები, რომლებიც მაღალ მთებს იცნობდნენ, მაშინვე მიუთითეს პრობლემებზე. ალპინისტურ წრეებში ყველა მიცოდა, რომ ეს ცუდად დასრულდებოდა. ალექსანდრ ლევუფმა, პოლონეთის ერთ-ერთმა საუკეთესო ალპინისტმა, ეს ყველაზე კარგად თქვა. მისი კარიერის პიკზე ვანდამ თავი ჩიხში მოაქცია. 5 მთის ერთ წელიწადში დაპყრობა რეალისტური არ იყო. ვანდა თითქმის 50 წლის იყო. მე და ჩემს კოლეგებს თავიდანვე ვიცოდით, რომ მას ამის გაკეთების შანსი არ ქონდა. მისი ბიოგრაფიც კი, გერტრუდე რეინეკი, ყველაზე პირდაპირი იყო მათ შორის. მან ვანდას პირდაპირ უთხრა, თუ ამას ცდი, ძალიან დიდი ალბათობით მოკვდები. ვანდამ ყველა მათი კომენტარი მოისმინა. მას არ აინტერესებდა, რას ამბობდნენ ისინი. ანუ თუ მთელი კარიერის განმავლობაში უგულებელ ყოფდნენ, რატო უნდა მოусმინო მათ ახლა? და კიდევ ერთი რამ. ვანდას ნებისმიერი შედეგი მშვიდად ჰქონდა მიღებული. 1999 წელს ერჟი კუპუცკა, მისი საუკეთესო მეგობარი, ლოჰოცეს სამხრეთ ფერდობზე ჩამოვარდა. 1990 წლის ივლისში, მისი დიდი ხნის თანამეწვილე მთამსვლელობაში, კურტ ლინკ კრუგერი, ბროდ პიკზე 400 მეტრზე ჩამოვარდა და დაიღუპა. ის ვანდაზე რამდენიმე მეტრით ქვემოთ ადიოდა. მან ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. მისმა ბიოგრაფმა ეს საუკეთესოდ აღწერა. კურტ მის 12 გარდაიცვალა. სწორედ მაშინ დაიწყო ვანდას დიდი მარტოობა. 1992 წლისთვის თითქმის 40 ადამიანი, ვისთანაც მას ერთ ბაგირზე უვლია, უკვე გარდაცვლილი იყო. თოკის პარტნიორები, მეგობრები, ადამიანები, ვისაც თავისი სიცოცხლე ანდო. თებმა ისინი ყველა წაიღეს. 30 წელი უყურებ, როგორ გტოვებენ შენი საუკეთესო მეგობრები, ერთის შემდეგ მეორე და ეს გცვლის. ეს ვანდას ფუნდამენტურად შეუცვალა დამოკიდებულება მთაზე ასვლისას, სიკვდილის მიმართ. ერთხელ თქვა, სიკვდილს არასდროს ვეძებ, მაგრამ არ მაწუხებს მთებში სიკვდილის იდეა. ეს ჩემთვის მარტივი სიკვდილი იქნებოდა. ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე, ეს ჩემთვის ნაცნობია და ჩემი მეგობრების უმეტესობა იქაა. მთებში მელოდებიან. ამიტომ, ამის გათვალისწინებით, 1992 წლის გაზაფხულზე ვანდა ჩავიდა კანგჩენჯუნგაზე, რომელიც ნეპალისა და ინდოეთის შტატ სიკიმის საზღვარზე მდებარეობს. კანგჩენჯუნგა მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალი მთაა. მისი სიმაღლე 28,169 ფუტია და მხოლოდ ევერესტი და კეორი დგანან უფრო მაღლა. მაგრამ მხოლოდ სიმაღლე ვერ ხსნის, რატომ არის ეს მთა ასეთი საშიში? იქ ამინდი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს, ხოლო მთის ზედა ფერდობებზე ტემპერატურა ისეთი დაბალია, რომ დაუცველ ალპინისტს საათებში მოკლავს. განსაკუთრებით ჩრდილოეთი ფერდობი არის ყინულის მღვიმეებისა და ჩამონგრევადი სერაკების ლაბირინთი, სადაც შეცდომის უფლება არ არსებობს. ვანდამ უკვე ერთხელ სცადა და ვერ შეძლო კანჩენჯუნგაზე ასვლა. 1991 წელს სლოვენიურ გუნდთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ ფერდობიდან უკან დაბრუნდა. მან ზუსტად იცოდა, რა ელოდა იქ ზემოთ.
ის მაინც დაბრუნდა, მაგრამ 1982 წლის გაზაფხულზე მწვერვალს ორი გუნდი უმიზნებდა. პირველი იყო 10 კაციანი გერმანული ექსპედიცია, რომელსაც ვოლფგანგ სინველი ხელმძღვანელობდა. მეორე იყო უფრო მცირე, 6 კაციანი მექსიკურ-პოლონური გუნდი, რომელსაც 29 წლის კარლოს გარზოლი ხელმძღვანელობდა. ვანდას საკუთარი ნებართვა არ ჰქონდა, ამიტომ კარლოს დაურეკა და სთხოვა მექსიკურ გუნდს შეუერთდეს. და განსხვავებით უმეტესობა მთავრსვლელი გუნდებისა, რომლებიც თავიანთ ნებართვებს იცავენ და მხოლოდ ეროვნული ჯგუფების ფარგლებში მოქმედებენ, გარზოლი ომიგი დაუყოვნებლივ მიიღო და იმგვარი საერთაშორისო პარტნიორობა ჩამოაყალიბა, რომელმაც ვანდას მთელი კარიერა განსაზღვრა. ისინი სრულად ენდობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ შეთანხმებას ერთი პირობა ჰქონდა. თუ რომელიმე ქალი პირველკენთ მიაღწევდა მწვერვალს, ეს უნდა ყოფილიყო მისი ცოლი, ელსა ავილა. ვანდამ მაშინვე დათანხმდა. მისთვის მთავარი იყო მწვერვალი. მან დაგეგმა, რომ თავისი ექსპედიციების სერია კანგჩენჯუნგადან დაეცხო და პოლონეთში სახლში დაესრულებინა რეკორდით, რომლითაც დედამიწაზე არც ერთი ქალი ვერ დაიკვეხნიდა. როგორც ყოველთვის ვანდა და სხვა მთავრსველები ნელ-ნელა ეჩვეოდნენ მთას, ფრთხილად ადიოდნენ. მარტსა და აპრილში მთაზე ასვლა და ჩამოსვლა გაგრძელდა. აპრილის ბოლოსთვის მათ მაღალ ბანაკი დააარსეს. მათ მთის ფერდობზე დაახლოებით 26,000 ფუტის სიმაღლეზე ყინულის მღვიმე გამოკვეთეს და ახლა მწვერვალზე ასასვლელად ხელსაყრელ ამინდს ელოდებოდნენ. 23 აპრილს, როგორც იქნა, ამინდის პანჯარა გამოჩნდა. მექსიკურ-პოლონური გუნდის ყველა 6 წევრი მწვერვალისკენ პირველი სერიოზული ცდით გაემართა. მაგრამ ასვისას, მოულოდნელად, მათ სასტიკი და დაუნდობელი ქარიშხალი დაატყდათ თავს, რომელმაც მთელი ღამე ადგილზე გააჩერა. ისინი იმ საათებს მჭიდროდ შეკრულები, ვიწრო, დროებით ყინულის გამოქვაბულში ატარებდნენ, სადაც საკუთარი სხეულებით ყინულოვან ქარს ეფარებოდნენ. როდესაც საბოლოოდ უკან დაიხიეს, იმ ღამის მცდელობის ფასი ნათელი გახდა. ელსას ხელები მოყინვისგან გაულურჯდა. ალფრედოს, კარლოსის ძმას და ამ ექსპედიციის კიდევ ერთ მთავრსვლელს იგივე პრობლემა ჰქონდა. მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ მთიდან ნეპალში ვერტმფრენით გადაყვანა სასტრაფო სამედიცინო დახმარებისთვის. ასე უბრალოდ კარლოსის მიერ შეთავაზებული ნებართვის შეთანხმება წარსულს ჩაბარდა. ვანდასთვის მწვერვალი ღია იყო. მაგრამ იმ სეზონის კატასტროფა ამით არ დასრულებულა. მათგან სულ რამდენიმე ასეული ფუტის მოშორებით კარვებში იყო გერმანული ექსპედიცია, რომელიც მარტიდან მოყოლებული იმავე მარშრუტს ადიოდა და ისინი ტრაგედიას ებრძოდნენ, რომელიც არც სიცივემ და არც სიმაღლემ არ გამოიწვია, არამედ ჩვეულებრივმა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია. მათ კარვებთან ახლოს აფარებდნენ თავს ორი შერპა, ლაკპანურუ და ანგდორჯე, გამოცდილი მაღალმთიანი მუშაკები, რომლებიც უკვე კვირებია მთებში იმყოფებოდნენ. ისინი ყველაზე ცნობილი სახელები არ იყვნენ ამ ფერდობზე, მაგრამ სწორედ ისინი ასრულებდნენ ყველაზე რთულ სამუშაოს და პირველები იყვნენ, ვინც დაიღუპა. აპრილის 25-ის ღამეს, სიცივის გამო, ამ შერპებმა თავიანთი კარვები სიცივისგან კარგად დახურეს და შიგნით ამზადებდნენ საჭმელს. ქურისგან წარმოქმნილმა ნახშირ ჟანგმა მთლიანად შეავსო დახურული სივრცე. დილამდე ორივე კაცი გარდაცვლილი იყო. გერმანულმა ექსპედიციამ ორი შერპა მთაზე ნაპრალში დამარხა. შემდეგ კი მთელი გუნდი 1 მაისს კანგჩენჯუნგადან ჩამოვიდა. ეს ლოგიკურია, რადგან შერპების გარეშე ექსპედიციის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ვანდასთვის და მისი გუნდის სხვა წევრებისთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი ფაქტობრივად მარტო დარჩნენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათად მონახულებულ მთაზე. 1992 წლის მაისის პირველ კვირაში გერმანელები უკვე წასულები იყვნენ. ელსა და ალფრედო ევაკუაციას გადიოდნენ, ხოლო ორი სხვა წევრი, ერიკი და დელგადო, ავადმყოფობითა და გადაღლილობით იყვნენ დასუსტებულები. ისინი არ იყვნენ მდგომარეობაში, რომ ასვლა გაეგრძელებინათ. სეზონი იწურებოდა, ამიტომ როცა პირობები საკმარისად გაუმჯობესდა, კიდევ ერთი საბოლოო მწვერვალის მცდელობისთვის, ეს უკვე აღარ იყო გუნდის ძალისხმევა. მხოლოდ კარლოსი და ვანდა იყვნენ დარჩენილები. მათი სტრატეგია მარტივი იყო. მთის ძირიდან უნდა გადასულიყვნენ მეოთხე ბანაკში, დაახლოებით 26,000 ფუტის სიმაღლეზე. შემდეგ, ერთი დღის დასვენების შემდეგ, ერთმანეთს დაეხმარებოდნენ მწვერვალზე ასვლაში, ერთად გადალახავდნენ რთულ მონაკვეთებს. ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ორივე მთავრსველი ერთდროულად ძლიერი ყოფილიყო. ეს წარმოუდგენლად რისკიანია. მაინც უნდა ეცადათ. მაისის 10-ის საღამოს ისინი ერთად წავიდნენ ღრმა თოვლში. და თუ არ იცით, როგორი შეგრძნებაა კანგჩენჯუნგას მსგავსი მთის დაფხრობა, უნდა გაიგოთ, რომ დაზრომა უფრო შესაფერისი სიტყვაა იმისთვის, რაც იქ ხდება, ვიდრე მოცოცვა. ამ სიმაღლეზე ატმოსფერული ცნება იმდენად დაბალია, რომ ზღვის დონესთან შედარებით, მხოლოდ დაახლოებით მესამედი ჟანგბადია ხელმისაწვდომი. თქვენი სხეული პირდაპირ მნიშვნელობით წუთიდან წუთამდე კვდება. კარლოსი იყო 29 წლის. ის იყო ფიზიკური ძალის პიკში და მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ზონა მას სჯიდა, მისი სხეული უმკლავდებოდა ამას. მაგრამ ვანდა იყო 49 წლის.
მან 30 წელი გაატარა თავისი სხეულის ზღვარზე მიყვანაში და ეს უკვე იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობას უმკლავდებოდა, ის უფრო და უფრო ნელდებოდა, რადგან ჰაერი სულ უფრო იშვიათი ხდებოდა კანგჩენჯუნგას ჩრდილოეთ ფერდობზე, მაგრამ საღამოს 11 საათისთვის იმ ღამეს მისმა სხეულმა საბოლოოდ ვეღარ გაუძლო. ვანდამ შეწყვიტა მოძრაობა. ის იმყოფებოდა 24400 ფუტის სიმაღლეზე, მეოთხე ბანაკის უსაფრთხო თავშესაფრამდე ჯერ კიდევ 1600 ფუტი რჩებოდა. მან უთხრა კარლოს, რომ წინ წასულიყო, რადგან იმ ღამით ვეღარ შეძლებდა გაგრძელებას. ის აპირებდა ღამე მთის ღია ფერდობზე მარტო გაეტარებინა. მას არ ჰქონდა კარავი, არც მატრასი. რომ წონა შეემცირებინა და ახალგაზრდა, სწრაფ კარლოს გაჰყოლოდა, აღჭურვილობა მინიმუმამდე დაიყვანა. მას მხოლოდ ეს თხელი ცხალგაუნტარი ნაილონის ტომარა ჰქონდა, რომელშიც მხოლოდ აუცილებელი ნივთები ედო და რომელიც საგანგებო სიტუაციაში ტანსაცმელზე უნდა ჩამოეცვა. ის საერთოდ არ ათბობს. მისი ერთადერთი დანიშნულებაა, რომ ქარმა სხეულის ბოლო სითბოც არ წაგართვას. აქედან დაიწყო პრობლემები. ის თავის ბივუაკის ტომარაში ქურას ატარებდა, მაგრამ ან ძალიან დაღლილი იყო, რომ ქარში აეცხო, ანაც სასტიკმა სიცივემ მექანიზმი გააფუჭა. სიკვდილის ზონაში სიცოცხლისთვის ცხალი გჭირდება და მომუშავე ქურის გარეშე თოვლს ვერ გაადნობ. სანამ კარლოსი ბნელში აგრძელებდა ასვლას მეოთხე ბანაკისკენ, მასზე საათებით მაღლა, ვანდა მთელი მღამეს ნეილონის ტომარაში ჩახუტებული, ბნელში კანკალით გაატარა, წყლის ერთი წვეთიც კი არ ჰქონდა. ამ ეტაპზე მაინტერესებს მზად იყო თუ არა ვანდა მიეღო ის, რასაც მისი სხეული ეუბნებოდა. მას უნდა სცოდნოდა, რომ უკვე სერიოზულ საფრთხეში იყო. ძლიერი გაუწყლოება უკიდურეს სიმაღლეზე სისხლს ასქელებს. სქელის სისხლი შედედებას იწვევს. შედედება 26000 ფუტზე სასიკვდილოა. მისი სხეულის ტემპერატურა საათების განმავლობაში ეცემოდა. მისი კუნთები ენერგიისთვის საკუთარ თავს ანადგურებდნენ. სრულიად რეალურად, ვანდა რუტკიევიჩი უკვე გვდებოდა, სანამ 12 მაისს მწვერვალისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამდა. ლოგიკური არჩევანი იყო ჩამოსვლა, დასვენება და ხელახლა ცდა, მის სხეულს ეს ესმოდა. კარლოსმაც იცოდა ეს, მაგრამ როცა მზემ საბოლოოდ ამოანათა 1992 წლის 11 მაისს, მან უკან არ დაბრუნდა. ის წამოდგა, გამოვიდა ბივის ტომრიდან და დაიწყო 13 საათიანი ხოხვა მეოთხე ბანაკისკენ. იმ დროისთვის, როცა მან იმ საღამოს კარლოს მიაღწია, ის მხოლოდ აჩრდილი იყო იმ თამსვლელის, ვინც თავდაპირველად დაიწყო ეს გზა. ის ღებინებდა, ვერ ინარჩუნებდა სითხეს და ძლიერად იყო გაუწყლებული. მაგრამ მაშინაც კი როცა კარლოსმა შეხედა და ჰკითხა, კარგად იყო თუ არა, მან არ ისაუბრა სიცივეზე ან ცხურვილზე. ის მხოლოდ მწვერვალზე ასვლაზე საუბრობდა. 1992 წლის 12 მაისს, დილის 3:30 საათზე, კარლოსი და ვანდა მეოთხე ბანაკიდან გავიდნენ და სიბნელეში ბოლო მწვერვალის მცდელობისკენ გაემართნენ. ამინდი ნათელი იყო, მაგრამ სიცივე საშინლად მზაფრი იყო. კარლოს კბილები უკაკუნებდა, მაგრამ ვანდასნაირი მთამსვლელებისთვის ეს მათი სტიქია იყო. იმ დროისთვის ვანდა თავს ცოტა უკეთ გრძნობდა. მან რაც ცოტა რამაც ჰქონდა, ყველაფერი ჩაალაგა. ბივის ტომარა მხრებზე შემოიხვია დამატებითი იზოლაციისთვის და ასვლა დაიწყო. ეხლა მწვერვალზე ასვლის მცდელობა, ისეთ მთაზე როგორიცაა კანგჩენჯუნგა, არ გავს უბრალოდ მწვერვალზე ასვლას და უკან ჩამოსვლას. არსებობს მკაცრი წესი, რომელსაც ყველა სერიოზული მაღალმთიანი მთამსვლელი იცავს. ბანაკიდან გასვლამდე ადგენს შემოbrunების დროს. და როცა ეს დრო დგება, ბრუნდები უკან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს ჩანს მწვერვალი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, ბრუნდები უკან. მიზეზი მარტივია, მწვერვალზე ასვლა არჩევითია, უკან დაბრუნება კი სავალდებულოა. უმეტესობა იმ ადამიანებისა, ვინც ამ მთებზე იღუპება, არ იღუპება ასვლისას. ისინი იღუპებიან ჩამოსვლისას, მას შემდეგ რაც ყველაფერი დახარჯეს მწვერვალზე ასასვლელად, სიბნელეში, დაღლილი ფეხებით, ჟანგბადის გარეშე. დაბრუნების დრო იმისთვის არსებობს, რომ დარწმუნდე, შენში საკმარისი ძალა დარჩა, რათა ჩამოსვლას გადაურჩე. თუ ამ დროს გამოტოვებ, სუდი რაღაცები ხდება. ამ მცდელობისთვის დრო ძალიან შეზღუდული უნდა ყოფილიყო. მათ უნდა მიეღწიათ მწვერვალზე მაქსიმუმ ადრე-მადრეულ ნაშვადღებს, რომ მეოთხე ბანაკში დაბრუნებულიყვნენ დაღამებამდე, სანამ ტემპერატურა ყველაზე სასიკვდილოდ დაეცემოდა. ეს ნიშნავდა სწრაფად მოძრაობას. კარცოლიო სწრაფად მოძრაობდა, ვანდა კი ამეცარა არა. ის უფრო ნელა მოძრაობდა ვიდრე ექსპედიციის ნებისმიერ ეტაპზე, რაც ბოლო 48 საათის გათვალისწინებით გასაკვირი არ იყო. ღამე წყლის გარეშე ღია ცის ქვეშ, 24400 ფუტზე შემდეგ დღე, როცა ძლივს ინარჩუნებდა სითხეს ორგანიზმში, კიდევ ერთი ღამე ყინულის მღვიმეში საჭმლის გარეშე, მისი სისხლი ისევ სქელი იყო. მისი კუნთები საკუთარ ქავს წვალდნენ ენერგიისთვის, მას შემდეგ რაც ღუმელი 2 ღამის წინ გაფუჭდა.
ამიტომ კარლოსი წინ წავიდა, ღრმა თოლში ბილიქს ხსნიდა და ორ ხევში ზემოთ თოგს ამაგრებდა, რომ მისთვის გაემარტივებინა გზა და ასევე თავისთვის უფრო უსაფრთხო ბილიკი შეექმნა ჩამოსვლისას. მათ შორის მანძილი ნელ-ნელა ფართოვდებოდა. როცა კარლოსი მთის ზედანაწილს უახლოვდებოდა, ვანდა მას რამდენიმე საათით ჩამორჩებოდა. დაღლილობა მასეც მოქმედებდა და ახლა კარლოს არჩევანის გაკეთება მოუწია. გაგრძელოს მწვერვალისკენ სვლა და ვანდა ზედაფერდობზე მარტო დატოვოს, თუ დაელოდოს და ამინდის ხელსაყრელ პერიოდს მთლიანად დაკარგვის რისკზე წავიდეს. მან გზა გააგრძელა. ვანდას ლოდინი 27,000 ფუტის სიმაღლეზე ნიშნავს უძრავად დგომას, ხოლო უძრავად დგომა ამ სიმაღლეზე დამატებითი ჟანგბადის გარეშე უვნებელი არ არის. ამ სიმაღლეზე შენი სხეული საკუთარ თავს უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე აღდგენას ასწრებს და ყოველი წუთი, რომელსაც უძრავად ატარებ, დაკარგული დროა. მისი ლოდინი შეიძლებოდა იმას ნიშნავდეს, რომ არც ერთი ვერ ჩამოვიდოდა და ვანდა, რომელსაც ამ მთებიდან რვა ჰქონდა დაპყრობილი, ამას კარგად იცოდა. მას არ უთხოვია, რომ დალოდებოდა. კარლოსი მწვერვალს მარტო მიაღწია 12 მაისს საღამოს 5 საათზე. მან ეს გააკეთა. ის იმდენ ხანს დარჩა, რომ გაეაზრებინა, რაც გააკეთა, შემდეგ შემობრუნდა და დაშვება დაიწყო. ეს დაუჯერებელი მიღწევა იყო, მაგრამ მწვერვალი მხოლოდ ნახევარი გზა. რამდენიმე საათის შემდეგ, რაც კარლოსი მწვერვალზე იდგა, ის ბნელში უკან ბრუნდებოდა. მან ასრისას თოკი გაამაგრა და ყველაფერი გააკეთა, რომ მწვერვალამდე გზა უფრო უსაფრთხო ყოფილიყო. ეხლა კი უნდა ჩამოსულიყო, სამე ჩამოწვებოდა. ამ დროისთვის ტემპერატურა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, რაც კი მას ოდესმე გამოუცდია. თოკებით, რომლებიც ასვლისას გაამაგრა, ის ფრთხილად დაეშვა ზედაფერდობზე და მეოთხე ბანაკისკენ გაემართა. სამყარო სამფუტიან სინათლის წრედ და მის კრამპონების რიტმულ მეტალის ხახუნის ხმაში იყო შეკუმშული. სწორედ მაშინ იპოვა იგი. 27,100 ფუტზე ვანდა თოვლის მღვიმეს მიაგნო, რომელიც ძლივს იყო საკმარისი, რომ ადამიანი მასში დამჯდარიყო. ის შიგნით იყო შეყუჟული, მუხლები მკერდთან ჰქონდა მიკრული, ბივის ტომარაკი მხებზე შემოხვეული, როგორც სუდარა. მას არ იცოდა ეს, მაგრამ ვანდა თითქმის 2 საათი მარტო იჯდა იქ სიბნელეში. ეხლა აი რა ხდება. ხოველთ მე ერთ ვიდეოს ვაკეთებ. ვიდეო მხოლოდ Patreon-ისთვის. გაფრთხილებები აშკარა იყო. სხვა ადგილას ამას ვერ ნახავ, თუ ეს შენი სტილია. ბულები აღწერაშია. კარლოსი გაჩერდა. თელი სცენის წარმოუდგენლობა სუნთქვას უკეტავდა. აქ იჯდა იმ დროის უდიდესი ქალი მთამსვლელი, ერთ-ერთი ყველაზე მტრული მთის ფერდობის ხველში. თითქოს ავტობუსს ელოდებოდა. ის მის გვერდით ჩამოჯდა და რამდენიმე წუთით ისაუბრეს. ეს არ იყო აღელვებული საუბარი, არც ხვირილი იყო, არც პანიკა. იმ სიმაღლეზე არც ენერგია გაქვს და არც ჟანგბადი ემოციებისთვის. მან უთხრა, რომ ამინდი იცვლებოდა და ტემპერატურა მთელი ღამის განმავლობაში კიდევ დაეცემოდა. მან ყველაფერი მშვიდად მოისმინა, უარყოფის ან კამათის გარეშე. ისე მოусმინა, როგორც ადამიანი, რომელმაც უკვე მიიღო გადაწყვეტილება და უბრალოდ ელოდება, როდის დაასრულებს მეორე ადამიანი ლაპარაკს, მაგრამ ვანდა დახმარებას არ ითხოვდა. მან წყალი არ მოუთხოვია. მან ახედა მას და ერთი ტექნიკური კითხვა დაუსვა. კარლოს, ტექნიკურად მაქვს შესაძლებლობა მწვერვალზე ავიდე? ის არ კითხულობდა, გადარჩებოდა თუ არა. ის კითხულობდა, გზა თავისუფალი იყო თუ არა. კარლოსმა უთხრა, რომ კი, უთხრა, რომ ზემოთ თოკები გაამაგრა. უთხრა, რომ გზა თავისუფალი იყო, მაგრამ შემდეგ გაიმეორა ის, რაც ადრე თქვა, ძალიან ციოდა. ღამე მოდიოდა. და ეს ის ნაწილია, რომელიც ჩემთვის გაუგებარია. გარსოლეომ ყველაფერი უთხრა, რაც კი შეეძლო მოეფიქრებინა. ყველაფერი უთხრა, გარდა იმ ერთი წინადადებისა, რომელმაც შეიძლება შემდეგი მოვლენები შეეცვალა. მან არ უთხრა, ვანდა, გაჩერდი. ჩამოდი ჩემთან ერთად ახლავე, მე უშენოდ არ წავალ, შეიძლება ეგონა, რომ ის გადარჩებოდა. ის იმდენჯერ გადაურჩა ისეთ რამეებს, რაც უნდა მოეკლა, რომ მართლა ლოგიკური იყო გვეგონა, ამასაც გადაურჩებოდა. ან იქნებ ზუსტად იცოდა, რას უყურებდა და ვერ შეძლო მისი ოცნების შეჩერება. გახსოვდეს, ვანდა 59 წლის იყო. ეს შეიძლება მისი ბოლო შანსი ყოფილიყო. მისი გონება სულიად სუფთა იყო. მის თვალებში მხოლოდ მიზანდასახულობა ჩანდა. ზუსტად ისევე როგორც 1978 წელს ევერესტზე, 1986 წელს კეორიზე, ყველა მთაზე სადაც კი ოდესმე მდგარა, მის თვალებში იგივე რამ ჩანდა. თითქოს მისი ეჭვების გასაფანტად მან უთხრა, არ ინერვიულო, კარგად ვიქნები. მან კიდევ ერთხელ შეხედა მას, თავი დაუქნია და ზურგი აქცია. მან თავისი კარაბინი ფიქსირებულ თოგზე მიამაგრა და დაიწყო გრძელი და მარტოსული დაშვება უკან, მეოთხე ბანაკისკენ. ვანდა ახლა მარტო იყო. რაც შემდეგ მოხდა იმ ფერდობზე, ამას ვერავინ შეძლო ზუსტად ეპასუხა და ვერც ვერასდროს უპასუხებს.
არც მოწმე იყო, არც რადიო კავშირი, არც ნაკვალევი, რომელსაც ვინმე დასასრულამდე მიხოლია. შეიძლება იმ ღამეს იმ ღმულში გაათენა და 13 მაისის პირველივე სინათლეზე მწვერვალის კენგვალისკენ გაემართა და შეიძლება მიაღწია კიდეც. ან იქნებ საერთოდ არ დაუტოვებია ის ღრმული და უბრალოდ ჩაეძინა იმ ქარისგან გამოთხილ პატარა მღვიმეში მთის ყველა მხრიდან რომ აწვებოდა. რადგან 13 მაისის განთიადზე ბაზის ბანაკში მყოფმა მთამსვლელებმა მთელი დღე ბინოკლებით უყურეს მთის ზედა ფერდობებს, რომ დაენახათ მოძრავი წერტილის გაელვება, ნიშანი იმისა, რომ ვინმე ჩამოდიოდა, არაფერი დაუნახავთ. კარლოსი თავიდან იმედს არ კარგავდა, რომ ვანდა განთიადამდე მეოთხე ბანაკში გამოჩნდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ვინც ამდენს გადაურჩა, ამასაც გაუძლებდა, მაგრამ საათები გადიოდა. ხამე გათენდა, მაგრამ მის ზემოთ ფერდობზე კვლავ არ ჩანდა არანაირი მოძრაობა. რამდენიმე დღე გავიდა. კარლოსი მეორე ბანაკში ჩამოვიდა და იქ 3 სრული ღამე დარჩა. მე-13, მე-14 და მე-15 დღეებში ცხელი წყლითა და მარაგებით ორივე ვოკიტოკი მუდმივად ჩართული იყო, ყოველი შემთხვევისთვის. მაისის მე-16 დღეს ბოლოს და ბოლოს მეორე ბანაკი დატოვა და საბაზო ბანაკში ჩავიდა. გახსოვდეთ, ის ასევე ძლიერ დაღლილი იყო და აღდგენას საჭიროებდა. მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა, მან კარავი სრულად მოამარაგა საძილე ტომრით, საკვებით, საწვავით, წყლით, წამლებით, საგანგებო ჟანგბადით, იმ შემთხვევისთვის თუ კი 1%-ის მეათედის ალბათობით ის როგორღაც თვითონ ჩამოვიდოდა. ის საბაზო ბანაკში მე-17 დღეს მივიდა და მაინც არაფერი. იმ დროისთვის მას სიმართლის მიღება მოუწია. ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩება მთაზე ამდენ ხანს დახმარების გარეშე. ვანდა რუტკიევიჩი, ქალი რომელმაც მამაკაცების მთელ თაობას ცოცვაში აჯობა, უფრო დიდხანს გაძლო და უფრო მეტი ტანჯვა გადაიტანა, აღარ იყო. ვანდა მთაზე დაიღუპა, რომელიც თავად აირჩია. ვარშავის სასამართლომ იგი 1996 წელს იურიდიულად გარდაცვლილად გამოაცხადა. ოფიციალური გარდაცვალების დრო კი 1992 წლის 13 მაისს, 23 საათი და 59 წუთი დაფიქსირდა. მისი სხეული არასოდეს უპოვიათ. ვანდა რუტკიევიჩმა არ მიაქცია ყურადღება არც საკუთარ სხეულს და არც ექსპერტებს, რათა მწვერვალზე ასვლა ეცადა, რადგან ეს მისი ოცნება იყო. და ახლა შემდეგ ევერესტზე ამსვლელ მთამსვლელზე გადავიდეთ. ყველამ გააფრთხილა, რომ თავი დაენებებინა. მისმა მთავარმა შერპამ უთხრა, რომ მოკვდებოდა თუ არ გაჩერდებოდა. ის აგრძელებდა ცოცვას რაღაცის გამო, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ. აი, რა მოხდა შემდეგ?